მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას. პოდკასტების სერიას წარმოგიდგენთ საქართველოს არბიტრთა ასოციაცია. დღევანდელი პოდკასტის ეპიზოდის მხარდამჭერია იურიდიული კომპანია BLC, რომელიც უკვე 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. დღევანდელი თემა, რომელზეც ისევ დათოსთან და ოთოსთან ერთად ვისაუბრებთ, შეეხება ზოგად მიმოხილვას იმისა, თუ რა არის არბიტრაჟი, რა არის საარბიტრაჟო პროცესი, სად იწყება და სად თავდება ის. ამ საუბრის განმავლობაში ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ თითოეულ პროცესთან დაკავშირებით, თითოეულ საპროცესო საფეხურთან დაკავშირებით, თუმცა შეზღუდული დროიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა დეტალს და ყველა საინტერესო, ასე ვთქვათ, ნიუანსს შეიძლება ვერ შევეხოთ, ამიტომ გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და დაგვიტოვეთ კომენტარები თქვენთვის ხელმისაწვდომ ყველა პლატფორმაზე, რომ დისკუსია გავაგრძელოთ პოდკასტის მიღმაც. ოთო, დათო, პირველი კითხვა, მომწონს ეს როლი, მე რომ გისავთ პირველ კითხვას ტრიბუნალის თავმჯდომარესავით, რა არის არბიტრაჟი? კი ბატონო, მე დავიწყებ, მაშინ არბიტრაჟი არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმა. ანუ ეს ვთქვათ, კონვენციური ფორმა და ტრადიციული ფორმა ვიცით რაც არის, ეს არის სასამართლო, თუმცა არბიტრაჟი არის დავის გადაწყვეტის ის ფორმა, რომელზეც მხარეებს ბევრად უფრო მეტი კონტროლი აქვთ. თავად მხარეები ირჩევენ საარბიტრაჟო ინსტიტუტს, თავად მხარეები ირჩევენ არბიტრებს და თვითონ პროცედურაც, როგორც წარიმართება, ამაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ მხარეებს. არბიტრაჟი უნდა ფორმირება ხდება მთლიანად მხარეების მონაწილეობით შესაბამისად და რაც განასხვავებს სხვა დავის გადაწყვეტის მექანიზმებისგან, მაგალითად მედიაციისგან, ის არის, რომ არბიტრაჟი არის სავალდებულო და მისი გადაწყვეტილება შესაძლებელია ცნობილი და აღსრულებული იქნას ასევე უკვე სასამართლოს დახმარებით. ჩემი მხრიდან დავამატებდი იმას, რომ არბიტრაჟი ის არის ასე ვთქვათ, კერძო მართლმსაჯულების შესაძლებლობა, სადაც მხარეებს აქვს შესაძლებლობა მათთვის მისაღებ ადგილას, მათთვის მისაღებ დროს, მათთვის მისაღები და არჩეული პირების მიერ განიხილონ და გადაწყვიტონ მათ შორის წარმოშობილი დავა, შესაბამისად ამ დროს მხარეების ნდობა, როგორც წესი, არბიტრაჟის მიმართ არის უფრო მაღალი, იმიტომ რომ მათ მიერ არჩეული ხალხი წყვეტს მათ დავას, ასე რომ ვთქვათ, და შესაბამისად არბიტრაჟი იძლევა კერძო მართლმსაჯულების შესაძლებლობას, სადაც პროცესი არის უფრო მეტად მოქნილი, მეტად მხარეთა ინტერესებზე ორიენტირებული და როგორც წესი მეტად სწრაფი. ეს ბოლო საკითხი, ბოლო პერიოდში შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი დაესმის, ხო, ხშირად. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ფასდება როგორც უფრო სწრაფ დავის გადაწყვეტის მექანიზმად, ხო? ანუ სასამართლო იცით, რომ არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად მიიჩნევა უფრო მეტად მოუქნელ, დროში გაწევლილ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ შესაძლებლობად, რომ მხარეებმა დაიცვან თავისი უფლებები. თუმცა მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში უკვე თითქმის ძალიან დამკვიდრებულია საერთაშორისო დონეზეც, მხარეებს აქვს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოსგან და შეთავაზებულ სერვისისგან ალტერნატიულ სერვისზე შეთანხმდნენ და მიიღონ სასურველი, ასე ვთქვათ, სერვისი და შედეგი დავის არბიტრაჟით გადაწყვეტის შემთხვევაში. მე ძალიან მომწონს ხოლმე იმაზე ფიქრი, რომ რეალურად ჩვენი ნებაყოფლობით კონსტიტუციურ უფლებაზე, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ქვია, უარს ვამბობთ არასწორია, მას ვაძლევთ, ასე ვთქვათ, ვერევით ჩვენს კონსტიტუციურ უფლებაში და მის გამოხატულებას ვქნით ამ კერძო მართლმსაჯულების კუთხით. და ორივე მახსენეთ სხვათაშორის ყურადღება გავამახვილე, რომ ალტერნატიული გადაწყვეტის გზა არისო. მე ნელ-ნელა ვიზიარებ იმას, რომ შეიძლება თავის დროზე სადღეგრძელოსავით ჟღერდა, მაგრამ რთულ კომპლექსურ დავებში და დავათა გარკვეულ კატეგორიებში სწორედ რომ არბიტრაჟი მიმაჩნია კონვენციურ პლატფორმად დავების გადაწყვეტის, ვიდრე სასამართლო. განსაკუთრებით საერთაშორისო კონტექსტში, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან ზიხარ და ერთი მხარე ამბობს თავისი ქვეყნის იურისდიქციის სამართალს, მეორე რა თქმა უნდა არც კი განიხილავს დათანხმებას და თავისას თავაზობს და თითქოს ავტომატური ბუნებრივი გამოსავალი არის ხოლმე შემდგომ არბიტრაჟის შეთანხმება. ამიტომ ამ კუთხით მისი ალტერნატიულობა შეიძლება არასწორი დახასიათებაც კი იყოს, ხო?
თუ ჯერ არ იზიარებთ თლად ამას, რომ არბიტრაჟია ტრადიციული და სასამართლო ალტერნატიული გადაწყვეტის გზა. მithumetes საქართველოში არსებული დავების რაოდენობაზე, რაზეც წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, მაგას თუ გავითვალისწინებთ, ნელ-ნელა მართლა არბიტრაჟი მგონი არა მხოლოდ საერთაშორისო კონტექსტში, არამედ საქართველოშიც სუმცირე უფრო გავრცელებული მექანიზმი ხდება დავის გადაწყვეტის, ვიდრე სასამართლოსთვის მიმართვა არის. კი, მეც ვეთანხმები და მაგ ასე ვთქვა სტატისტიკის და მაგ შეფასების დასაბუთებლად ისევ სტატისტიკას მოვხმობ ბოლო პერიოდში, როგორც ჩვენ წინა შეხვედრების დროსაც აღნიშნეთ, გამოქვეყნდა 2025 წლის Queen Mary's უნივერსიტეტის სტატისტიკა IT case-თან ერთად, სადაც საერთაშორისო დავების გადაწყვეტის შემთხვევაში მხოლოდ 4, მაქსიმუმ 5% მიმართავს ადგილობრივ სასამართლოს. დანარჩენ შემთხვევებში, ანუ არბიტრაჟზე და დავის გადაწყვეტაზე მოდის დაახლოებით 42%, მხოლოდ არბიტრაჟზე დაახლოებით 38-39% და დანარჩენი სხვა დავის გადაწყვეტის საშუალებებზე, რაც სალსახად მიანიშნებს და ძალიან ასე ვთქვათ, მარტივად ახსნადი არის, ხო? ანუ არავის არ სურს იმ იურისდიქციაში თავისი დავის წაღება და იქ წასვლას, რაც მისთვის უცხო არის, იქაური იურისტის დაქირავება დაჭირდება და ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, ხო? არბიტრაჟისთვის განსაკუთრებით იმითაც არის მიმზიდველი, რომ კი განსხვავდება ეს არბიტრაჟო ინსტიტუტის წესები, ადგილობრივი ქვეყნის კანონმდებლობა, მაგრამ ბაზისი მეტნაკლებად ყველა იზიარებს, ერთი და იგივე ბაზისი აქვს, ხო? აი ეს არბიტრაჟი შეთანხმება. რა არის ტრიბუნალის კომპეტენცია, რა არის და ასე შემდგომ. შესაბამისად ეს აძლევს მხარეებს მოქნილების შესაძლებლობას, რომ იციან რა პროცესში მიდიან და რას უნდა ელოდნონ ამ პროცესებისგან და იციან, რომ იქ სურპრიზები ნაკლებია სასამართლოსგან განსხვავებით. ეს სხვათა შორის მანდ ისტორიული გადაწყვეტილებაც გვაქვს, როცა უცხოელი ინვესტორი ჩამოდის, ადგილობრივ იურისდიქციას არ ენდობა და მაგის გამო იდება საარბიტრაჟო შეთანხმება და ეს ერთ-ერთი პირველი, ეს ვთქვათ, საერთაშორისო არბიტრაჟია, რაც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული, ხო? ეს არის ჭიათურის მანგანეზთან დაკავშირებული დავა, რომელთან დაკავშირებითაც ამერიკელი ინვესტორს ჰქონდა საბჭოთა კავშირთან ფელიქს ძერჟინსკი აწერს ხელს KGB-ს შემქმნელი აწერს ხელს ამ საარბიტრაჟო შეთანხმებას მათ შორის, ანუ თვითონ თლიან ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავდა საკონცესიო ხელშეკრულებას, რომელშიც მოიცავდა საარბიტრაჟო შეთანხმებასაც და გარკვეული ისტორიული, ასე ვთქვათ, საფუძვლებიც გვაქვს ამ არბიტრაჟის, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟის განვითარების საქართველოში ამ კუთხით. სამწუხაროდ შემდგომში საბჭოთა კავშირის ჩაკეტილობამ ეს გარკვეულად შეაფერხა და საერთაშორისო ინვესტორები აღარ ყავდა მაგის შემდეგ, მით უმეტეს მაგ ადამიანის რაც დაემართა მაგის შემდეგ, მაგრამ მახსოვს ჰარიმანის кейსი კი უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ჯიაკი ორგანიზებს საარბიტრაჟის დღეებს და ალბათ ერთ-ერთი პირველი საარბიტრაჟის დღეები იყო, რომელზეც ვესწრებოდი და მე მგონი ამერიკელი მომხსენებლისგან გავიგე მაშინ, რომ ჭიათურა არის ძალიან ცნობილი ადგილი, ტოპონიმი საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟის საზოგადოებაში და მახსოვს, რომ მართლა არ ვარჭარბებ დამბურცქლა და მე ერთი სული მქონდა მომეძიებინა ეს სტატიები, გადაწყვეტილება, ესენი მქონდა და თვითონ საკონცესიო ხელშეკრულება შენგან რამდენიმე დღის წინ შენ გამიგზავნე, მანამდე არ მქონდა ნანახი და გამიახლა ის შეგრძნებები, რაც მაშინ ჭიათურის გაგონებასაც ჰქონდა. ჭიათურის ადგილისა ძალიან საინტერესო საკითხია, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და პრინციპში საჯარო წყაროებში იძებნება ეს ინფორმაცია, რომ საბჭოთა კავშირს მაშინ ქართველი იურისტი წარმოადგენდა, ლუარსუბ ანდრონიკაშვილი წარმოადგენდა და როგორც ვიცი, დაცულიც არის მოსმენის, ასე რომ ვთქვათ, ჩანაწერები, სადაც გამოსვლები არის და ნუ საბოლოო ჯამში ეს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ მოხდა, იმიტომ რომ მხარეები საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ როგორც საჯარო წყაროებიდან ვიღებთ ამაზე ინფორმაციას, თუმცა ის რომ დაახლოებით, რა ვიცი, თითქმის საუკუნის წინ საქართველოსთან შემხებლობაში არბიტრაჟს, მით უმეტეს რაღაც ინვესტორთან დაკავშირებული საარბიტრაჟი შეთანხმება იყო დადებული, საინტერესო არის და ის უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ საარბიტრაჟო შეთანხმების ანალიზს თუ გავაკეთებთ, ნახავთ, რომ სრულყოფილი საარბიტრაჟო შეთანხმება არის ჩამოყალიბებული თავის აღსრულების მექანიზმებით და ასე შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ მაგ დროს ჯერ კიდევ ნიუ-იორკის კონვენცია არც კი არსებობდა.
თვითონ ხელშეკრულების ხარისხით საკმაოდ მაღალია, ანუ თვითონ შინაარსი როგორც არის რეგულირებული და დეტალიზაცია როგორც არის რეგულირებული, ალბათ სავარაუდოდ ამერიკელების მომზადებული იქნებოდა და საბჭოთა კავშირის common law-ს გავლენა იგრძნობა ხელშეკრულებაზე უფრო დეტალიზების კუთხით, ასე ვთქვათ. ჭიათურამ თავის ისტორიული ადგილი საერთაშორისო არბიტრაჟის ფურცლებზე დაიმკვიდრა მოკლედ. რა დავბრუნდეთ დღევანდელ დღეს ორივე მახსენეთ ინსტიტუციური არბიტრაჟი, როდესაც რა არის არბიტრაჟი კითხვაზე პასუხს ვცემდით. უბრალოდ პატარა კომენტარის და განმარტების სახით აღნიშნავ ჩვენი მსმენელისთვის, რომ ისინი, როდესაც საუბრობთ ნების უმთავრესობაზე არბიტრაჟში, ასევე საუბრობთ იმაზე, რომ ხარები ინსტიტუციური არბიტრაჟითაც კი არ არიან შებოჭილები და შესაძლებელია, რომ ad hoc ამ ფრაზას ვიყენებთ ხოლმე, როდესაც ვახასიათებთ არაინსტიტუციურ არბიტრაჟს, მხარებს ასევე შეუძლიათ, რომ აირჩიონ საარბიტრაჟო პროცესი, რომელიც არ იქნება ადმინისტრირებული, ორგანიზებული, რომელიმე საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ. ანუ მხარეთა თავისუფლება და ნების ავტონომია ამ კუთხითაც არის ძალიან ფართო, როდესაც არბიტრაჟზე ვსაუბრობთ და ad hoc-იც არის ისეთივე სრულუფლებიანი არბიტრაჟი, როგორც ინსტიტუციური არბიტრაჟი. კი ბატონო, კიდევ ერთი საკითხი, რაც ვფიქრობ განსამარტი არის. ანუ რა არის სიტყვა არბიტრაჟი, ანუ რასაც, იმიტომ რომ რაღაც ისე აღიქმება, რომ როდესაც ადამიანები ხმარობენ სიტყვა არბიტრაჟს, გულისხმობენ მასში ინსტიტუტს, საარბიტრაჟო ინსტიტუტს, მაგრამ მაგალითად კანონშიც როდესაც წერია არბიტრაჟი წყვეტს რაღაცას, თვითონ ინსტიტუტი ხო ვიცით რომ არ წყვეტს რაღაცას, ხო, ანუ ამიტომ ალბათ არის სტუდენტების თუ გვისმენენ მათთვის განმარტებისთვისაც, ანუ რა უნდა გამომიჯნოთ, რა არის საარბიტრაჟო ინსტიტუტი და რა არის საარბიტრაჟო ტრიბუნალი, ვინ არის არბიტრი. არბიტრი თვითონ ერთი არბიტრი შეიძლება იყოს ტრიბუნალი, ხო, ესეც მე კითხვა მიმიღია მაგალითად ლექციაზე, რომ შეიძლება ტრიბუნალი რატომღაც შეიძლება ისე გაიგოს, რომ ხო მინიმუმ 3 ხო მაინც უნდა იყოს, რომ ტრიბუნალად იწოდებოდა, ამიტომ მადლობა დაზუსტებისთვის. ხო, ანუ არბიტრი, ესე ვთქვათ, საარბიტრაჟო ინსტიტუტები არის წმინდა ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე ორგანიზაციები, რომლებსაც აქვს თავისი წესები და იმ წესების მიხედვით ორგანიზდება საარბიტრაჟო განხილვები. ამ განხილვის ნაწილი არის მათ შორის არბიტრების შერჩევა, ანუ ტრიბუნალის შექმნა და შემდგომ ეს ტრიბუნალი აგრძელებს, ასე ვთქვათ, მუშაობას და რეალურად მთავარი, ასე ვთქვათ, სუბიექტი, ვინც მოქმედებს, ხო, ანუ სამართლებრივად, ვინც კანონში არის საინტერესო, არის ტრიბუნალი და არა საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციებით შემოიფარგლებს. ამარტივებს მხარების ცხოვრებას ინსტიტუტი თავისი ადმინისტრაციული ფუნქციებით, ორგანიზაციებით. შეიძლება უბრალოდ ვთქვათ, მე და ოთომ გადავწყვიტოთ, რომ აი ქეთიმ გადაგვიწყვიტოს, ჩვენ რაღაც დავა გვაქვს, მაგალითად ფინანსური, რაღაც სესხს ანუიბრუნებს და წინასწარ გადავწყვიტოთ, რომ ქეთიმ გადაგვიწყვიტოს. სრულად საკმარისია ეს, რომ ასე ვთქვათ, დავნიშნოთ ქეთი არბიტრად, თუმცა, როდესაც ეს ორგანიზებულია ინსტიტუტის სახით, რა თქმა უნდა, და წესები წინასწარ ვიცით და შესაბამისი ადმინისტრაციული საკითხები მოგვარებულია წინასწარ, სად იყოს განხილვა, რა ფორმატში იყოს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი გაწერილია, ეს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ამარტივებს პროცესს. მაგრამ თუ ამ შეთანხმებას მიაღწევთ, რომ თქვენ შორის წარმოშობილი დავა განვიხილო, მე როგორც დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობაზე მოფიქრალ არბიტრს მომიწევს განგიმარტოთ, გითხრათ, გაგიმჟღავნოთ, რომ ორივესთან რაღაც დათო ჩემი კოლეგა, ოთო ჩემი კურსელი იყო. ამიტომ ხო, არბიტრაჟს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, წესებიც, ხო? ესე შევთანხმდით, ნებისმიერი შეიძლება იყოს არბიტრი, ქმედუნარიანი პირი, მაგრამ შემდგომ ამ პირსაც აქვს თავისი ვალდებულებები, რომ შესაბამისი გამჟღავნებები განახორციელოს და ამით ალბათ ვეხმაურები წინა პოდკასტის თემასაც, სიების გადაწყვეტილებაზე რომ ვისაუბრეთ. რომ ხო, ყველაფერზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რეალიზებადი და მატერიალიზებადი არის. თუ არსებობს რაღაც საფუძვლები, რის გამოც შეიძლება კონკრეტული პირი ვერ იყოს, ვერ შეასრულოს არბიტრის ფუნქცია. რადგან რაღაცნაირად მოდერატორის როლი მომენიჭა ამ აკადემიურ ნაწილში, ამ პოდკასტში, შემდეგ კითხვას დაგისვამთ, მე მგონი ბუნებრივად გამომდინარეობს, აი არბიტრზე ვსაუბრობდით, ვინ შეიძლება იყოს არბიტრი, ჩვენ წინაზე ვახსენეთ, მაგრამ მაინც გკითხავთ კიდე ერთხელ ვისაუბროთ იმაზეც, მაინც იურისტი უნდა იყოს არბიტრი და ხშირ შემთხვევაში უკეთესიც ხომ არ არის, რომ არბიტრი არ არის იურისტი. როგორც იურისტებმა მიკერძებული პასუხი არ გამცეთ. კი ბატონო,
საკანონმდებლო მოთხოვნებიდან რო დავიწყოთ, ხო? ჩვენ ალბათ ყველასთვის ცნობილი არის, რომ ჩვენი კანონი და ზოგადად საერთაშორისო ტენდენციაც ესეთი არის, რომ არ არის სავალდებულო მოთხოვნა, რომ არბიტრი იყოს მაინდა-მაინც იურისტი. თუმცა მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში და პროცენტულადაც რო შევხედოთ, ძირითად შემთხვევაში მაინც იურისტები არიან არბიტრები და ეს განპირობებული ალბათ იმით, რომ რაც არ უნდა ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არის მოქნილი პროცესი და არ არის სავალდებულო რომ იყოს არბიტრი იურისტი, საბოლოო ჯამში მაინც ფორმალური პროცესი არის, რომელსაც ჭირდება მართვა, სამართლებრივი ნორმების განმარტება, შეფარდება და ასე შემდგომ და ეს ყველაფერი მაინც ბუნებრივად იწვევს იმას, რომ ძირითად შემთხვევაში მაინც იურისტებს უწევთ არბიტრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. კანონში გვიწერია, რომ ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, რომელიც არ არის ნასამართლები, რომელიც არ არის საჯარო მოხელე და ასე შემდეგ, შეიძლება არჩეული იქნეს ხართა მიერ არბიტრად. ერთი ბოლო პერიოდში საინტერესო საკითხი გაჩნდა კანონში, რამდენად შეიძლება პირი, რომელიც მედიატორი იყო გახდეს არბიტრი ან როცა არბიტრი იყო რამდენად შეიძლება მან მოირგოს მედიატორის ფუნქცია ამასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც საერთაშორისო პრაქტიკაში ისე საქართველოში ჩემი პირადი მოსაზრებას გაგიზიარებთ რომ თუ პირი იყო არბიტრი ის მე მგონია რომ შესაძლებელია რომ ის გახდეს მედიატორი თუ მხარეები ამაზე შეთანხმდებიან მაგრამ პირიქით როდესაც ის მედიატორი იყო და ის გახდეს არბიტრი მაინდა-მაინც ამ მიდგომას არ მივესალმები და მარტივად ახსნით ჩემ მიდგომას რომ მედიაცია არის პროცესი სადაც მხარეები მოწოდებულები არიან რომ გაამჟღავნონ მათ შორის ისეთი ინფორმაცია რომელიც არის კონფიდენციალური რომელიც შეიძლება მეორე მხარესთან საერთოდ არც თქვან და თუ იმ პირს რომელმაც შეიძლება შემდგომ მიიღოს მისთვის სავალდებულო გადაწყვეტილება გაუზიაროს ესეთი ინფორმაცია ამის მაინდა-მაინც მომხრე არ ვარ იმიტომ რომ არბიტრი მართალია ვერ დაეყრდნობა კერძო მედიაციის შეხვედრის ფარგლებში გაჟღერებული ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღების დროს მაგრამ შინაგან რწმენაზე შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე ესეთი კონტექსტი თუ არბიტრი აღმოჩნდები საინტერესო იქნება ეს შენი პოდკასტში გამოთქმული მოსაზრება შენი აცილების საფუძვლად ნუ ამ შემთხვევაში მე ვხმოვანებ IBA-ის საერთაშორისო რისო წესების შესაბამისად, სადაც პირდაპირ არის მითითება, რომ აკადემიურ თუ ასე რომ თქვა, მსგავსი ტიპის სვანეშულკია პირდაპირი გაგებით მათ შორის, ხო? და ერთადერთი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაზეც შევჩერდები და რაზეც გავამახვილებ ყურადღებას, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის საკანონმდებლო მოთხოვნა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციაში GAA-ში დამკვიდრებულია, ეგრეთ წოდებული აკრედიტირებული არბიტრის ინსტიტუტი, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ დანერგილია სპეციალური საგანმანათლებლო კურსი, რომელიც გავლაც აუცილებელია და მხოლოდ ამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ენიჭება აკრედიტაცია და ამ ფორმით საქართველოს არბიტრთა ასოციაცია უზრუნველყოფს გარკვეული მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას იმისთვის, რომ მხარეებში არბიტრაჟის და არბიტრის პროფესიის მიმართ იყოს მაღალი ნდობა, რომ ნამდვილად ეს პირი გათვითცნობიერებულია, გარკვეული არის იმ ძირითად პრინციპებში, თუ როგორ მუშაობს არბიტრაჟი და აქაც ხადია არბიტრთა ასოციაციას არ აქვს მოთხოვნა, რომ აუცილებლად იურისტმა უნდა გაიაროს, მაგრამ ნებისმიერი განათლების მქონე პირს შესაძლებლობა აქვს, რომ ეს კურსები გაიაროს, რომელიც სპეციალიზირებულია და მიმართულია უშუალოდ არბიტრაჟის მართვასთან, როგორც თეორიული კუთხით, ისე ასე რომ ვთქვათ, პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების კუთხით და ამით ვცდილობთ, რომ რაღაცა მინიმალური ხარისხი მაინც უზრუნველყოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. კი ბატონო და გარდა იმისა, რომ კომპეტენციის კუთხით აი ეს პროგრამა, აკრედიტაციის პროგრამა რაც გარკვეული საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციას აწვდის კანდიდატებს, ასე ვთქვათ, კანდიდატებს, ვინც უნდა გახდეს აკრედიტებული წევრი ასოციაციის, ამავდროულად ისინი აკრედიტებული წევრობით ემორჩილებიან საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ეთიკის წესებს და შესაბამისად ერთგვარი ხარისხის ნიშანი ეგეც იქნება
პირებისთვის ვიც უნდა აირჩიოს ესა თუ ის არბიტრი, რომ არბიტრთა ასოციაციის წევრი თუ არის, ის ერთი რომ გავლილი აქვს შესაბამისი კურსები და მეორე რომ იგი ემორჩილება ეთიკის კოდექსით დადგენილ პრინციპებს და მაგალითად ინტერესთა კონფლიქტის პირობებში თუ ჩაერთვება საქმეში, გამოყენებული იქნება შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები. კი ბატონო, ერთ საკითხსაც განვარტავ თქვენის ნებართვით და აღნიშნავ, რომ იმისთვის რომ პირი არბიტრი გახდეს, არ არის აუცილებელი რომ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი იყოს. ამ შემთხვევაში საქართველოს არბიტრთა ასოციაცია არის თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული, არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც თვითრეგულირებას, თვითგანათლებას, თვითგაერთიანების უფლებას იყენებს და ამ ფორმით, ასე რომ ვთქვათ, ოპერირებს და თუნდაც მედიატორებისგან განსხვავებით არ არის საკანონმდებლო მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მედიაციის შესახებ კანონში პირდაპირ ჩანაწერია, რომ იმისთვის რომ ის პროცესი დაკვალიფიცირდეს მედიაციად აუცილებელია, რომ SIP მედიატორთა ასოციაციის მიერ წევრი, გაწევრიანებული პირი იყოს და არბიტრების შემთხვევაში ესეთი რეგულირება არ გვაქვს და ამ შემთხვევაში არის ეს სრულად, ასე ვთქვათ, თვით თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, გაერთიანება და არანაირი შეზღუდვა ამ კუთხით, რომ აუცილებლად წევრი უნდა იყოს, არ გვაქვს, უბრალოდ ჩვენ თავაზობთ დაინტერესებულ საზოგადოებას აკრედიტირებულ წევრებს, რომელსაც სპეციალური მომზადება და კურსი აქვთ გავლილი. თუმცა დაინტერესება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის კურსების და დაინტერესების მაღალი ხარისხი აჩვენებს, რომ არ არის აუცილებელი საკანონმდებლო ჩანაწერი იმისთვის, რომ იყოს დიდი მოთხოვნა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მეტის გაგებაზე და ალბათ ეს იქიდანაც არის გამომდინარე, რომ კითხვაზე ვინ არის არბიტრი, ამომწურავი პასუხი გაეცით, მაგრამ ერთი კუთხითაც მინდა რომ შევხედოთ. ეს არის ადამიანი, პროფესიონალი, რომელიც ცოდნასთან, გამოცდილებასთან ერთად ასევე რეპუტაციას თავაზობს მხარეებს, ხო? თუ არ გაქვს სათანადო რეპუტაცია, მე ძნელად წარმომიდგენია, რომ მხარეებმა აგირჩიონ როგორც დავის გადამწყვეტი ტრიბუნალის შემადგენლობაში ყოფი წევრი, ხო? ამიტომ ხო, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით, მაგრამ აუცილებელია, რომ მუდმივად ვიზრუნოთ რაღაც განათლებაზე და განვითარებაზე, იმიტომ რომ კი ჩვენ ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად ასევე ვყიდით, შეიძლება არასწორი სიტყვა, თუმცა ჩვენი ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როლი არის ის, რომ მაღალი რეპუტაციის და სანდოების იყო. ანუ, როდესაც გადაწყვეტ რაღაც ამ პროფესიაში შემოსვლა, შენ არასდროს არ გაქვს გარანტირებული, რომ ვიღაცა აუცილებლად დაგნიშნავს, ინსტიტუტი იქნება, მხარე იქნება თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, შენ როგორც წესი არბიტრები თვითონვე არავის მოთხოვნის გარეშე თვითონვე ზრუნავენ თავისი პროფესიული განვითარებაზე, იმიტომ რომ იციან რომ კონკურენციას და ხარისხს. კი, თუ თვითონ არ გააკეთებს, სხვა გააკეთებს, სხვა წაიწევს წინ და შესაბამისად არასდროს არ აირჩევენ მას როგორც არბიტრს, რაც ძალიან ბუნებრივი პროცესია. კი, აბსოლუტურად ბუნებრივია. ბევრი ვისაუბრეთ რა არის არბიტრაჟი, ვინ შეიძლება იყოს ტრიბუნალის წევრი, ვინ არის არბიტრი და თითქოს საუბრობთ უპირატესობებზე და არ გვინდა განცდა გაჩნდეს, რომ ის გამო რომ არბიტრს მართლაც აქვს ეს უპირატესობი და მართლაც არის დავების გადაწყვეტის ძალიან მოქნილი ფორმა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არბიტრაჟ შეიძლება გადაეცეს ყველა და ნებისმიერი ტიპის დავა. ამას აქვს თავისი საკანონმდებლო რეგულაცია, შეზღუდვა და ახსნა იმისა, თუ რატომ არის მოწესრიგებული ამგვარად. თქვი როგორც თვითგანმოცხადებული მოდერატორი, ჩვენი აკადემიური ნაწილის მოგმართავთ კითხვით, რა ტიპის დავები შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს, რას ნიშნავს არბიტრაჟუნარიანობა ზოგადად? და უფრო ალბათ სხვანაირად შეიძლება გკითხოთ, რა ტიპის დავები არ უნდა განიხილებოდეს არბიტრაჟის მიერ და შემდგომ ალბათ უფრო მარტივი იქნება იმაზე საუბარი, რას უნდა განიხილავდეს არბიტრაჟი. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს ზოგადად არბიტრაჟთან მიმართებით. ცოტა ისტორიასაც რო შევეხოთ, ხო, ანუ ძირითადი მიზანი ზოგადად არბიტრაჟის შექმნის იყო კომერციული ბიზნეს დავების გადაწყვეტის შესაძლებლობა და ისტორიულად ამ მიზნით შეიქმნა. ისტორიულად სახელმწიფოებს შორისაც, მათ შორის არა მხოლოდ უпростоრად უპირატესად შეიძლება ითქვას სახელმწიფოებს შორისაც. მათ შორის ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ აი მოდელურ კანონსაც პირდაპირ ქვია კომერციული არბიტრაჟის შესახებ, რაც ხადია მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა ბიზნეს ურთიერთობაზე არის
საუბარი საინვესტიციო შემოდის და ანუ ამ მიზნით არის მოკლედ რომ ვთქვათ შექმნილი. ჩვენ კანონს არსებულ რეგულაციას რაც შეეხება, ჩვენ არბიტრაჟის შესახებ კანონში პირდაპირ გვიწერია, რომ კერძო ხასიათის ქონებრივი დავა. ესეთი განმარტება გვაქვს მოცემული. ჩვენთან არც ერთი ასე რომ ვთქვათ საკანონმდებლო აქტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ჩამონათვალს, სადაც ჩამოთვლილი იქნებოდა, რომ აი ეს დავები პირობითად არ ექვემდებარება არბიტრაჟს და არ შეიძლება რომ ესეთი დავები წავიდეს არბიტრაჟში. რა კრიტერიუმიც გვაქვს მოცემული, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ კანონში მოცემული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა. შესაბამისად, მაგალითად ალბათ პატარა გამონაკლისი იქნება საგადასახადო კოდექსის ჩანაწერი, ხო? სადაც პირდაპირ ასე რომ შეიძლება პირდაპირ გამორიცხვა გქონდეს, მაგრამ რა შეიძლება წავიდეს, ესეთ რაღაც არ გვიწერს. ხო, ანუ არც შეიძლება პირდაპირ არ შეიძლება, ან რა არ შეიძლება, რომ პირდაპირ ასე რომ ვთქვათ, რაიმე ჩამონათვალი გქონდეს, ხო, რაღაც ამომწურავი ჩამონათვალი. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ამ საკითხის შეფასება, რომ კონკრეტული დავა რამდენად არბიტრაჟუნარიანია, იმიტომ რომ ვიცით, რომ თუ დავის საგანი არ შეიძლება იყოს განხილული არბიტრაჟის მხრიდან, ეს შეიძლება გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველიც გახდეს საბოლოო ჯამში. შესაბამისად, ეს კრიტერიუმი ყოველთვის უნდა შეფასდეს. ახლა საერთაშორისო პრაქტიკაში ვიცით, ხო, ანუ სხვადასხვა მიდგომები არის, ხო, აი ზოგიერთ შემთხვევაში მაგალითად შრომით სამართლებრივი დავები არ ექვემდებარება არბიტრაჟს, მაგრამ ჩვენთან შრომის კოდექსში პირდაპირ გვიწერია, რომ შრომითი დავები შეიძლება არბიტრაჟის მიერ გადაწყდეს. თუმცა აქ ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ არა ნებისმიერი შრომითი დავა, არამედ ისეთი შრომითი დავა, რომელიც ქონებრივი დატვირთვა, ქონებრივი დავის, ასე რომ ვთქვათ, ელემენტიც აქვს, თორე მაგალითად თუ დავა არის მხოლოდ მაგალითად დისკრიმინაციის დადგენაზე, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსში პირდაპირ წერია, მხოლოდ შრომით კოდექსის ნორმებით არ უნდა შევაფასოთ. თვითონ არბიტრაჟის შესახებ კანონიდანაც უნდა შევაფასოთ, რამდენად არის ეს ქონებრივი დავა, რომელიც შეიძლება არბიტრაჟს დაექვემდებარება. ეს ვაჟის მაგაზე გქონია გამოცდილება და არბიტრმა სრულიად სწორად, ჩემი აზრით, გაყო ასე ვთქვათ, ანუ წარჩელში იყო ორივე ნაწილი, ანუ ითხოვდა ქონებრივ მოთხოვნებსაც აყენებდა და ითხოვდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასაც და მაგ ნაწილზე დისკრიმინაციის ნაწილზე თქვა რომ მას არ გააჩნდა კომპეტენცია და შესაბამისად სასამართლოში გადაამის სამართა მხარე, ანუ მაგაზე უკვე არსებობს გამოცდილება. ანუ ისე რომ ჩამოვთვალოთ ზოგადად რა ტიპის დავები მიდის, რომ გასაგები იყოს, ანუ მაგალითად ცეცხლთან დაკავშირებული დავები, იჯარებთან დაკავშირებული დავები, ნუ შრომითი დავები თავისთავად შეიძლება საოჯახო დავებიც წავიდეს, ოღონდ აი აქაც მაგ კრიტერიუმით რომ იყოს ქონებაზე დაფუძნებული, მაგალითად განქორწინებაზე ქონების გაყოფის ნაწილი ან საქორწინო ხელშეკრულებაში თუ შეთანხმდებიან მხარეები რომ არბიტრაჟი იყოს, მე ვერ ვხედავ მან პრობლემას რომ განიხილოს არბიტრაჟმა, თუმცა არასრულ წრონებთან როცა არის არასრულთან უშუალოდ რეგისტრაციის შეწყვეტასთან და ასე შემდეგ ასე შემდეგ, ხო, აი ქონებრივი ელემენტი შეგვიძლია გამოვიტანოთ და მაგ საკითხები. მოკლედ, როგორც ოთომ თქვა, ანუ თუ არის ქონებრივი დავა კერძო ხასიათის, ზოგადი წესი არის რომ შესაძლებელია რომ მიმართოთ და არ აქვს მნიშვნელობა საქმე უკვე დაწყებული გაქვს სასამართლოში თუ ჯერ არ დაგიწყიათ. შესაძლებელია საქმე დაწყებული იყოს უკვე სასამართლოში და მერე შეთანხმდეთ მხარეები რომ მოდი არ გვინდა სასამართლო და სამი ინსტანციის გავლა და მოდი ხომ არ დავნიშნოთ არბიტრაჟი. ამიტომ მაგის შემთხვევებიც გქონია, როცა უკვე დაწყებული საქმეები მხარეებს დაპირისპირებულ მხარეებს, ასე ვთქვათ, შეთანხმებით გადაუციათ არბიტრაჟი. მათ მიერ შეთანხმებული საარბიტრაჟო ინსტიტუტის და შესაბამისად არბიტრაჟის. ჩემ გამოცდილებაშიც ყოფილა საქმე, როდესაც მხარეებს არ ერიდოთ ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმა დაიწყო სამართალწარმოება სასამართლოების წინაშე და როდესაც მხარეებმა გაიაზრეს, რომ შევიდნენ მრავალწლიან პროცესში, მას შემდეგ რაც პირველი სხდომაც დიდი ხანი არ ჩაინიშნა, მხარეებმა დადეს საარბიტრაჟო ხელშეკრულება და ეს კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ ვთქვათ, რომ საარბიტრაჟო დათქმა ჩვენ ვახსენეთ დასაწყისშიც, რომ არის წინაპირობა არბიტრაჟის. და ეს არ უნდა იყოს გაგებული ვიწროთ, თითქოს ხელშეკრულებაში რამდენიმე ხაზიანი დათქმის სახით არსებობს მხოლოდ უკვე დაწყებულ დავაზეც მხარეებს აქვს შესაძლებლობა დადონ საარბიტრაჟო ხელშეკრულება, რომელიც გაცილებით მოცულობითია ხოლმე იმის გათვალისწინებით, რომ მხარეება უკვე იციან რაზე დაობენ, სადაო საკითხების ნუსხაწრე და ჩამონათვალი დეტალები უკვე ცნობილია მათთვის და მეც მაქვს ესეთი გამოცდილება, ხშირი არა, თუმცა მაქვს გამოცდილება, როდესაც საკმაოდ მოცულობითი ცალკე საარბიტრაჟო ხელშეკრულება დაიდო. ცალკე შეიძლება არასწორი სიტყვა, იმიტომ რომ თავის მხრივ ის საარბიტრაჟო დათქმაც რაც ხელშეკრულებაში დევს, ისიც დამოუკიდებელი და განცალკევებადია.
მაგრამ ხო, აი ფიზიკურად ცალკე მდგომ ხელშეკრულებაში დაბეჭდილი, ასე ვთქვათ, არბიტრაჟო ხელშეკრულებაც მინახავს პრაქტიკაში და ის საქმე მერე მხარეებმა დაასრულეს 180 დღეში და იყვნენ ვინაიდან საქმის გადაწყვეტის სისწრაფით იყვნენ ისინი დაინტერესებული არა იმდენად, რა თქმა უნდა, შედეგითაც, მაგრამ სწრაფად უნდოდათ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად კომერციული საქმიანობების გაგრძელება. გადამწყვეტი იყო, მოკლედ, არბიტრაჟის როლი ამ კუთხითაც, რომ გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი სწრაფად აი ამ საარბიტრაჟო ხელშეკრულების საფუძველზე. ისტორიულ განვითარებას შევეხეთ და ძართული ალბათ განსაზღვრო, საიდან მოდის არბიტრაჟი. მე ვისთანაც მქონია შეხება იმის გათვალისწინებით, რა კულტურულ სოციალური გამოცდილება აქვს, ყოველთვის მოყავთ ხოლმე მაგალითები, შეიძლება ხალხური ზღაპრებიდან, შეიძლება მითოლოგიიდან, მინახავს რომ აი პარისის მარცხაჯულება, როდესაც ირჩევდა ვინ უფრო ლამაზი იყო და ვისთვის გადაეცა ვაშლი, ესეც მინახავს რომ თუ ვიღაცას კლასიკური განათლება აქვს, მოყავს ხოლმე მაგალითად რომ აი მხარეებმა წარმოადგინეს ყველამ თავისი სიტყვა და შემდგომ პარისმა როგორც არბიტრმა მიიღო გადაწყვეტილება. მომისმენია ქართველებისთვის, რომლებიც ხევისბერების მაგალითს განიხილავენ როგორც აი კერძო ადამიანების ნების საფუძველზე არჩეული მესამე პირი, რომელიც ობიექტურია, დამოუკიდებელია სადაო საკითხის მიმართ და ისე განიხილავს და გადაწყვეტს დავას და შემდგომ ის გადაწყვეტილება აღსრულებადია. რა ეტაპზე მონაწილეობდა ნიუ-იორკის კონვენცია, რთული კითხვაა საპასუხოდ, მაგრამ რადგან შიდა იყო ამ შემთხვევაში კანონის საფუძველზე შეეძლოთ. ყოველ შემთხვევაში ხუმრობა ძარო არ გამიგრძელდეს. ყველა ცდილობს რომ რაღაცა კავშირი, ისტორიული კავშირი იპოვოს არბიტრაჟს, რაც ჩემთვის არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ადამიანები ალბათ ბუნებით არიან მოწოდებული იმისკენ, რომ თუ მათ შორის არსებობს კონფლიქტი, არსებობდეს ამ კონფლიქტის გადაჭრის ეფექტური საშუალებაც. და არბიტრაჟსაც აქვს რაღაც ისტორიული, აი თქვენც ხო არ გინდათ ისტორიულ ფესვებთან დაკავშირებით რაიმე? ყოველთვის, როდესაც რაღაც დავა არის წარმოშობილი ხშირად, შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მოიძებნება ხოლმე ვიღაც მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, ეს იქნება ხევისბერი თუ არ ვიცი, ნებისმიერი პირი, რომელიც ამ ორივე ადამიანისთვის მისაღებია, რომ ანდობს მას გადაწყვეტილების მიღებას, მისი ცოდნის, გამოცდილების, რეპუტაციის გათვალისწინებით, რომ არ გაქვს მოლოდინი, რომ ეს მიძოებული. ალბათ, როცა ასეთი სამი ადამიანი შეხვდა პირველად ერთმანეთს ისტორიაში, მაშინ შეიქმნა არბიტრაჟი ალბათ. ხო, ალბათ ისტორიული, ასე ვთქვათ, წინამძღვრები მანდ უნდა ვეძიოთ, თუმცა თვითონ იმ ფორმით, რა ფორმითაც, ასე რომ ვთქვათ, ჩამოყალიბდა ეს საარბიტრაჟო ინსტიტუტები და დავის გადაწყვეტის ეს ფორმა, ალბათ, ასე ვთქვათ, მე-20 საუკუნის დასაწყისში უნდა ვეძებოთ ეს, ასე რომ ვთქვათ, საფუძვლები და იქიდან მოყოლებული, ჩვენ გვახსოვს ის ჟენევის პროტოკოლი ოქმი, შემდგომ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენცია, რომელიც დღემდე მოქმედებს და მიიჩნევა საერთაშორისო კერძო სამართლებრივ ინსტიტუტებში ყველაზე ძლავრ და ეფექტიან მექანიზმად. არ მომერიდება და ვიტყვი რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები ზოგადად მე მგონია რომ ყველაზე მუშა კონვენცია და გამოყენებადი. ბევრი მით უმეტეს ამ სამყაროში რამდენი საერთაშორისო ხელშეკრულება არსებობს, რომელსაც თითქოს არ ცემენ პატივს ხელშეკრულებული მხარეები. ნიუ-იორკის კონვენცია არის ჩემი აზრით ყველაზე ესეთი საერთაშორისო ხელშეკრულების მაგალითი, გამოყენებადი და ესეთი. ამას შემდგომ მოყვა გარკვეულწილად ვაშინგტონის კონვენცია, რომელიც მეტწილად საინვესტიციო დავებთან მიმართებით არის, თუმცა არბიტრაჟის განვითარების კუთხით კი იქ-იც გულისხმობ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ჩვენ ასე რომ ვთქვათ, კანონმდებლობასაც რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში მას შემდეგ რაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა მიღებული იქნა კერძო არბიტრაჟის შესახებ კანონი. მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება ვთქვათ, რომ აინდაინც კარგი როლი ვერ ითამაშა არბიტრაჟის განვითარებაში, თვითონ არბიტრაჟი როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმი, ცხადია, რომ აქედან ჩაეყარა საფუძველი და 2010 წლიდან უკვე მოქმედებს ახალი არბიტრაჟის შესახებ კანონი, რომელიც ცალსახად და თამამად და სასახელოდ შეიგვიძლია ვთქვათ, რომ სრულ შესაბამისობაში არის თანამედროვე სტანდარტებთან და თანამედროვე მიდგომებთან. ცხადია, არ არსებობს უხარვეზო და სრულყოფილი კანონი, თუმცა ყველა ძირითად საკითხთან მიმართებით შეიძლება ვთქვათ, რომ მიყვება საერთაშორისო ტენდენციებს და
ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზა ნამდვილად დახვეწილი არის და კлау იგეგმება 10-ის მერე 2015-ში ქონდა ცვლილებები, გარკვეული საკითხები დაზუსტა, დაიხვეწა და დღის მდგომარეობითაც გვაქვს შემუშავებული GA-ის ფარგლებში ახალი ცვლილებები, რომელიც კлау დახვეწის და საქართველოს როგორც რეგიონალური ჰაბის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს. წინა პოდკასტებშიც ვახსენეთ, რომ კონკურენცია იურისდიქციებს შორის იმაზე, თუ ვის უფრო დახვეწილი, მოქნილი არბიტრაჟისადმი მეგობრული საკანონმდებლო ბაზა ექნება და ალბათ ჩვენგან სწორი მესიჯი იქნება, რომ ერთი მხრივ კი ამაზე ვიზრუნოთ, GA-ის რეკომენდაციებსაც მეტი ყურადღება მიექცეს და მეორე მხრივ ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მესიჯი არის ის, რომ რაც გვაქვს, ის იქნას ზედმიწევნით აღსრულებული პრაქტიკაში და ეს ნამდვილად ხელშეგვიწყობს ჩვენს არბიტრაჟის მხრიდან და ასევე სასამართლოს. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კანონი არ შეეხება მხოლოდ არბიტრაჟს, შეეხება სასამართლოს და მის მნიშვნელოვან როლს. დროის ინტერესებიდან გამომდინარე, მოკლედ რომ ვისაუბროთ, რა განსხვავებაა სხვა ალტერნატიულ მექანიზმებთან შედარებით, აი ჩვენ აღსრულებაზე უკვე მრავალი პოდკასტია შეიძლება ითქვას საუბრობთ. და ხო, რა განასხვავებს, რა მსგავსებაა და მაინც რა გამოარჩევს არბიტრაჟს ყველაფერი დანარჩენისგან? ხო, არბიტრაჟი არის სავალდებულო და ეს არის ალბათ ყველაზე თვალსაჩინო განმასხვავებელი მედიაციისგან, რომ მედიაციის პროცესში მოიხსენებათ მედიატორი მხოლოდ ეს თქვა მომრიგებლის ფუნქციას კი სრულობს და ის არიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მერე მხარეებს შეუძლიათ აღასრულონ. ეს ფაქტი, რომ ეს აღსრულებადია, თავისთავად საკმაოდ დიდი პრივილეგიაა, ასე ვთქვათ, არბიტრაჟის, იმიტომ რომ უფრო ეფექტურ და მოქნილ მექანიზმად აქცევს. თან ეს გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა, მიიღება იმ პირის მიერ, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდით, რომ მას გადაეწყვიტა. ამიტომ სანდოობის კუთხითაც ამაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ ასე ვთქვათ, საკმაოდ სანდოო მექანიზმია დავის გადაჭრის. კი ბატონო, ჩემ მხრიდან დავამატებდი იმას, რომ არსებობს უკვე დღევანდელ დღეს რაც უფრო მეტი დავა არის, მით უფრო მეტ დავის გადაწყვეტის საშუალებებზე ფიქრობენ მხარეები და არბიტრაჟი, მედიაცია ძალიან გავრცელებულია, გვაქვს მაგალითად ეგრეთ წოდებული dispute board-ები, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამშენებლო სექტორში, IT სექტორში, გვაქვს ეგრეთ წოდებული რაღაცა ექსპერტის განსაზღვრა, ექსპერტის დეტერმინაცია თუ რაღაც ექსპერტის გაწყვეტება, რომელსაც კერძო პირთან მიდიან და ასე ვთქვათ, თავის საექსპერტო მოსაზრებას ეკითხებიან მხარეები, თუმცა თავარი განმასხვავებელი ნიშანი რაც არის ის, რომ თუ შენ შეთანხმდი არბიტრაჟზე, შენ შემდგომ ვეღარ ვიტყვი, რომ აღარ მინდა არბიტრაჟი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მომწონს. კი, ცხადი არსებობს ამის პროცედურა, რომ თუ არ მოგწონს, როგორ შეიძლება გაასაჩიბრო, მაგრამ თუ შენ შეთანხმდი, უკვე შენ ამით იღებ ვალდებულებას, რომ კეთილსინდისიერად მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში და მედიაციისგან განსხვავებით ჩვენ ვერ იტყვი, რომ შეთანხმება აღარ გინდა, არ თანხმდები და შესაბამისად ამით პროცესი მთავრდება, ხო? ანუ არბიტრაჟი უფრო მეტად გავს სასამართლოს ამასთან მიმართებით, რომ მესამე პირი გადაწყვეტილებას იღებს, ვიდრე ასე ვთქვათ მედიაციას, იმიტომ რომ მედიაციის შემთხვევაში როგორც დათომ აღნიშნა, მესამე პირი, ასე ვთქვათ, დაკავებულად მისი მთავარი ფუნქცია არის, რომ მხარეებს კომუნიკაციაში შეუწყოს ხელი და მიიყვანოს ისინი შეთანხმებამდე და არბიტრაჟის შემთხვევაში პირიქით არბიტრის როლი არ არის ის, რომ მხარეები შეათანხმოს, მაინც ცხადია, ხან ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს თუ მხარეებს ასეთი ინტერესი გააჩნიათ, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია არის, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება აღსრულება უნარიანი. შესაბამისად ამ კუთხით ალბათ ყველაზე ცხადია იქ არსებობს ძალიან ბევრი განსხვავება დეტალებში, პროცესის წარმართვაში და ასე შემდგომ, მაგრამ ყველაზე მთავარი განსხვავებელი ნიშანი მაინც ამ დავების გადაწყვეტის საშუალებებს შორის გვაქვს ეს. კი ბატონო, მეც მიწევს დაგეთანხმოთ, ჩემთვისაც არბიტრაჟს ყველა სხვა ალტერნატიული საშუალებისგან გამოარჩევს ის, რომ ერთადერთი გზა არის მიიღოს საბოლოო და მავალდებულებელი გადაწყვეტილება და ეს რა თქმა უნდა, რომლის შესრულებაც უკვე აღსრულების პროცესის ნაწილია და არა ნებაყოფლობით მხარის, ასე ვთქვათ, კეთილინების. ამიტომ კი, ყველაფერი შეიძლება ცადოს, ამომწურავად ჩამოთვალე მგონი ალტერნატიული გადაწყვეტის ყველა შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, პირველი რჩევა ალბათ იურისტების მხრიდანაც მხარის მიმართ არის ის, რომ ცადოს ყველაფერი იმისთვის, რომ დავა დასრულდეს მორიგებით, მოლაპარაკების ან არბიტრაჟის დაწყების გზით, მაგრამ თუ ეს დავა არ წყდება, ამ შემთხვევაში კი არბიტრაჟი არის გამოსავალი, რომელიც გვთავაზობს საბოლოო და მავალდებულებელ და რაც თავარი აღსრულებად გადაწყვეტილებას.
ჩემი აზრით გავეცით ასე თუ ისე მოცემულ დროში პასუხი კითხვას რა არის არბიტრაჟი, ვინ შეიძლება იყვნენ არბიტრები და კარგი საფუძველია შემდგომი პოდკასტისთვის, რომელშიც ჩვენ შემდგომ საფეხურებზე და პროცესის შემდგომ განვითარებაზე საუბრის შესაძლებლობაც მოგვეცემა. ამით ვფიქრობ, დღევანდელი ეპიზოდი დავასრულოთ. კი ბატონო, მადლობა. შეხვედრამდე. კარგად.